მოგესალმებით არხის გამომწერებო, გილოცავთ ყველას 2025 წლის მოსვლას, გილოცავთ ჩობას, გილოცავთ ისევ და ისევ ახალ წელს, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიწყნარი, რაც თავარია და ასევე შედეგიანი და კარგი ნადირობები. Როგორც ვაკვირდები ახლა დღევანდელ სიტუაციას, მე გულისხმობ აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის შემოგარენში, ჯერჯერობით ფრინველის ძაღლით ნადირობის საშუალება არ გვეძლევა, იქედან გამომდინარე ამინდები ძალიან კარგია, სითბოებია, ფიზიკურად ტყისქათამი ფაქტიურად მოილია, სადაც ვიყავი რამოდენიმეჯერ ვერ შეძელი ტყისქათამის მონადირება, ამიტომ ვიდეოებიც ვერ გადავიღე ნადირობის, ბოლოს ნადირობის შემდეგ ვიყავი კიდე რამოდენიმეჯერ, მაგრამ ისევ იმეორე უშედეგო იყო, ამიტომ ფაქტიურად ნადირობა ამ ეტაპზე შეჩერებულია, თუ იმეს აქვს საშუალება რომ ინადიროს თქვათ ბეკაზე ან სხვა რაიმე წყალმცურავზე, იქ ძირითადად ძაღლის მუშაობა არ გჭირდება ძირითადად ძაღლი იმისთვის რომ ჩამოვარდნილი ფრინველი მოგვიტანოს, ანუ ისეთი მუშაობები, რასაც ქვია ძაღლის ზებნა, როგორც მწყერზე, ტყისქათამზე ან ჭაობის ფრინველზე არის გამოსადეგი, ამ წესებზე ეგ ნადირობა შეუძლებელია. ველოდებით ამინდის არევას, დასავლეთში იქნებ შემოვიდეს იხვი და მოგვიწევს სიხსრე ნადირობა, სადაც ისევ და ისევ ძაღლის მუშაობა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, მხოლოდ თუ ძაღლს ფრინველის მოტანის საშუალებას ვიცემთ და ჩამოვარდნით ფრინველს გამოგვიტანს. ამიტომ ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე ამ ხელა, რომ ძალიან დიდი შვალედია ნადირობას და ნადირობას შორის და გვეძლევა კარგი საშუალება, რომ მეტი დრო დაუთმო ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს და მეტი ყურადღება გავამახვილოთ მათ წვნაზე რა. დღეს მინდა შევახო ისეთ ბრძანებას, როგორიც არის ჩემთან, ანუ ეს ბრძანება უმნიშვნელოვანესია არა მარტო მონადირე ძაღლისთვის, ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, ვისაც ყავს ძაღლი, რომ ძაღლის უსაფრთხოებისთვის, პირველ რიგში ჩვენივე უსაფრთხოებისთვის და შემდეგ ნადირობისთვის ეს ბრძანება ძალიან გვადგება, ანუ ნებისმიერ დაძახებაზე, ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენს ოთხფეხა მეგობარს უნდა გქონდეს სურვილი, რომ მოირბინოს ჩვენთან და ჩვენ გვერდში გაჩნდეს რა. ეხლა ჩემთან არის ჩემი ორი ძაღლი, ფრედი და ნინა. ფრედი საერთოდ გაუწვდენელია, ეხლა ვიწყებთ მის წვნას, იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ყურადღება დაუთმე მე ნინას გაწვნას, რომ არ მინდოდა მისთვის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები გამომეტოვებინა და იწყებოდა ნადირობის სეზონი, იყო მოსამზადებელი ეტაპი 6 თვიდან 1 წლამდე, წლიდან წინახევრამდე 2 წლამდე მერე საველე გამოცდები, ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება დაუთმე მის გაწვნას, რომ ეს პერიოდი ხელიდან არ გამომიშვა და ამ პერიოდში გამომეპარა დრო, რომ ფრედი გამეწვნა, მაგრამ დავიწყე ახლა ფრედის გაწვნაც და პირველი რაც მინდა, რითაც წეღან დავიწყე, ეს არის ბრძანება ჩემთან, თუ როგორ უნდა ვასწავლო ძაღლს ეს ბრძანება და მინდა რამოდენიმე რჩევა და რეკომენდაცია გაგიწიოთ, ის რჩევები და რეკომენდაციები, რაც მე გავიარე ჩემთან, მოდი აქ სიდ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ამ ბრძანების შესრულება ძაღლს უნდა მოვთხოვოთ, გქონდეს იქნებ შევქმნათ ისეთი სიტუაცია, აი ეს დახურული სიტუაცია, ეს არის ჩემი ეზო, სადაც ნინა და ფრედი დღის განმავლობაში ცხოვრობენ, ანუ ამ ტერიტორიაზე მათ ყველა კუთხე-კუნჭული აქვთ ათვისებული, ყველა ნებისმიერი ნივთი ზედმიწევნით იციან, მათთვის საინტერესო აქ არაფერი არ არის, იმიტომ რომ მთელ დღეს აქ ატარებენ, როგორც აღნიშნე, ამიტომ მათთვის ყურადღების გამფატავი რამე ნიუანსი ამ ეზოში არ არის. აქედან გამომდინარე, თუ კი ვინმე კორპუსში ცხოვრობთ, მოდი აქ მე რა გითხარი. გვერდზე სიდ და დამელოდი. თუ კი ვინმე კორპუსის ბინაში ცხოვრობთ და ძაღლი ყავთ საკუთარ სახლში ბინაში, თქვენთვის ძალიან მარტივია ყოველდღიურად ეს ბრძანება, ამ ბრძანებაზე ავარჯიშოთ თქვენი ლეკვები, თქვენი ძაღლები, რაც ძალიან კარგად დაისახება შემდეგ ნადირობის დროს, თუ კორპუსის ბინიდან დავიწყებთ მის ვარჯიშს, მე უნდა ვნახოთ ესეთი შემოზღუდული ტერიტორია, სადაც შეგვეძლება იგივე ბრძანებაზე მუშაობა, ან ვნახოთ რამე პატარა ფეხბურთის მოედნები, რომლებიც უბანში თითქმის ყველგან არის, პირდაპირ ამ ბრძანების სწავლება ჩვენ რო დავიწყოთ ან ქუჩაში, ან გარეთ, ან მინდორში, ძალიან გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ძაღლებისთვის ეს დიდი სივრცის აღქმა და მათი ნერვების მოთოკვა ძალიან ძნელია,
უხდებათ და უხარიათ მათ ამ სივრცეში სირბილი და ხდება შემდეგ ამ ბრძანების რამოდენიმეჯერ გამეორება, მეპატრონის გაღიზიანება და ბრძანების შეუსრულებლობა, რომელიც ესევე მე უკვე ნადირობაში აისახება და ვაკვირდები მე ბევრ ნადირობებს, რომ მეპატრონე მისდევს ძაღლს და არის შემდეგ ძახილი, ჭხუბი, რატო არ მოხვედი, გეძახე ჩემთან, ეგ არ გამოდის, ეგ არ მუშაობს, ეგ დაჟის მეთოდი. პირიქით, რაც უფრო ლოიალურები ვიქნებით, რაც უფრო მობიერები ვიქნებით, ჩვენ ოთხფეხა მეგობრებთან, მით უფრო კარგ ურთიერთობას დავიჭერთ მართლა და უფრო დიდი ხალისით შეასრულებენ ნებისმიერ ბრძანებას, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით რა. კიდევ რა მინდოდა მე თქვა, თავი და გაჩვენებთ პირველ ნაბიჯებს როგორ შეიძლება ამ ნაბიჯის სწავლება ძაღლებისთვის ვიწყებთ. მე ამისთვის სჭირდება აუცილებლად სასუსნაო და მჭირდება დაახლოებით 5-6 მეტრიანი თოკი. სასუსნაო შეიძლება იყოს ის საკვები, რითაც ლეკვს ვკვებავთ, სანამ ლეკვი პატარა არის, მაგრამ მე ვაძლევ ჩემ თავს საშუალებას, რომ ნინას და ფრედიც უკვე დიდები არიან და წეხოვულს უკვე წეხოვულის სუნი ბევრად აღზრდებთ მათ, ვიდრე თავიანთი საკვები და რაღაც ეტაპზე როცა არ მაქვს მაგის საშუალება, ჩვეულებრივ სახლში რაღაცა სოსის მივირთვით, იმითიც შეიძლება ძაღლი გაიცნას, უბრალოდ სწორად დააკვირდით, არ მინდა ამით ვინმეს დაგაბნიოთ და პირდაპირ გადახვიდეთ ამ წეხოვულზე, იმიტომ რომ კუჭნაწლავი თუ არა აქვს თქვენ ძაღლს მოწესრიგებული, თუ იმუნიტეტი ძლიერი არ აქვს, ამის გაკეთებას არ გირჩევთ, ისევ და ისევ ჯობია იმ საკვებით ავარჯიშოთ, რითაც მათ ყოველდღიურად ყვებავთ რა. ესე იგი, მთავარი რა არის, რომ მოუთოკო ჩვენთან ჩვენი თავი, ვიყოთ დაწონასწორებულები, არ გქონდეს ბრძანებული ტონი, არ გქონდეს გაბრაზებული ტონი, იმიტომ რომ ყველა ნებისმიერ ჩვენი ხმას ოდნავ მაინც ძაღლები ისე აღიქვამენ, როგორც გამოცემთ. ეხლა მე გაჩვენებ პირველ ნაბიჯს, ანუ ფრედიზე ეს უკვე დაწყებული მაქვს რამოდენიმე დღეა და მეტნაკლებად ასრულებს. ამ ეტაპს რა ეტაპითაც უნდა დავიწყოთ, ამას გაჩვენებთ ფრედიზე, შემდეგ გადავალ უკვე ნინაზე, იმიტომ რომ ნინა დახვეწილია ამ ბრძანებაზე, ანუ ტყეში, მინდორში, ნებისმიერ დაძახებაზე, ნებისმიერ დასტვენაზე უკვე მორბის ჩემთან, რასაც არ უნდა აკეთებდეს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს. ჩემთვის მისაღები იყო ის, რომ ძაღლისთვის ჩამესტვინა ორჯერ ჩასტვენა ნინასთვის ნიშნავს, რომ ჩემთან უნდა მოვიდეს აუცილებლად, თქვენთვის შეიძლება 1 იყოს, ან 3 იყოს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ოღონდ სასტვენი არის ბოლო ეტაპი რა. მე მინდოდა დაწყებული პირველი ნაბიჯიდან ბოლოს მივედი იქამდე, რომ სასტვენით ამესრულებინა, იმიტომ რომ ძაღლს თუ ადამიანის დაძახებული ესმის დაახლოებით 30 მეტრზე 4-ჯერ მეტი მსმენა აქვს ძაღლს, ანუ დაახლოებით 120 მეტრზე გაიგებს იგივე დაძახებულს. მაგრამ ხმა 100 მეტრზე, 90 მეტრზე შეიძლება ძაღლმა ვერ გაიგოს, თან მით უმეტეს როცა გაშლილ სივრცეში დარბის, ან თუნდაც ტყეში დარბის. ამიტომ სასტვენს უფრო მეტად მკვეთრი ხმა აქვს, უფრო წვრილი ხმა აქვს და უფრო მკაფიოდ ესმის ძაღლის ყურს, ამიტომ დავიწყე ჩვეულებრივი ხმით, დავიწყე ჩვეულებრივი სახელით და ბოლოს მივედი იქამდე, რომ სასტვენზე ნინა რეაგირებს. ეხლა მე გაჩვენებთ თუ როგორ უნდა დავიწყოთ პირველი ნაბიჯი, რითი უნდა დავიწყოთ, რა უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ეტაპობრივად გაჩვენებთ რამოდენიმე ნაბიჯს. ოღონდ თუ არ ვარ დარწმუნებული, რომ პირველ ნაბიჯს კარგად ასრულებს ძაღლი, მეორე ნაბიჯზე არ უნდა გადავიდეთ. თუ მეორე ნაბიჯს კარგად არ ასრულებს, მესამეზე არ უნდა გადავიდეთ. ისევ და ისევ გიმეორებთ, რომ აი ეს დახურული სივრცე, სადაც ძაღლებს გასაქცევი არ აქვთ, ყურადღების განმარტავი ნიუანსი არ აქვთ, აქ იწყება ამის ვარჯიში. ამის შემდეგ გავდივართ ქუჩაში, იგივე რაოდენობის ცნებს ვაკატარებთ, ოღონდ მხოლოდ ქუჩის ტერიტორიაზე და მხოლოდ შემდეგ გადავდივართ მინდორში ან სანადირო სავარგულში. ჩვენ რო ეზოდან ქუჩის გამოტოვებით პირდაპირ სანადირო სავარგულში გავიდეთ და იქ დავიწყოთ ამის ვარჯიში, დამინდორეთ, გაგიჭირდებათ. ჩემთან, მოდი, ფრედ. გაგვიჭირდება, იმიტომ რომ მათი გონება იმდენად იფანტება ამ დიდ სივრცეში, რომ მათი დამორჩილება ძალიან გაგვიჭირდება. ისევ გაწონასწორებულად, კონცენტრირებულად, მთელი ყურადღება გქონდეს იმაზე, რომ შვიდად, წყნარად ვიყოთ ორიენტირებული ძაღლზე. ალბათ დააკვირდებით, ქუჩის ძაღლებს არ ჭირდებათ არავის არც ჭხუბი, არც გაბრაზება, დაახლოებით 6-7-8 თვემდე
დედა ყვებავს მათ, დედასთან ახლოს არიან და უკვე როცა იზრდებიან 7-8 თვის რო ხდებიან 6 თვის მერე დამოუკიდებელ მხოლოდ მაშინ მიწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. მანამდე არც ჩხუბით, არც ხმაურით ვერც დედა და ვერავინ ვერ აიძულებს ოჯახის დატოვებას. ანუ დაახლოებით ეგეთ სიტუაცია უნდა შევქმნათ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ძაღლებისთვის ყველაზე სასიამოვნო პიროვნება, ყველაზე სასიამოვნო პარტნიორი, ყველაზე მეტად ჩვენთან მოსვლა, ჩვენთან მოახლოება უნდა უხაროდეთ რა. ეხლა გაჩვენეთ პირველ აჯის ით შეიძლება დავიწყოთ ძაღლის ბრძანება ჩემზე ვარჯიში. ფრედერიკო. ჩემთან, ფრედ. მოკლედ ეს არის ჩვეულებრივი თოკი, რომელიც შეგვიძლია ვიყიდოთ ელიავაზე, ბოლოში კარაბინი. ამ თოკის სიგრძე ცოტა გრძელია, იმიტომ რომ მე სხვა რამისთვისაც ვიყენებ ნინასთვის, მაგრამ მოკლედ თოკი არ მქონდა, მაგრამ ნიმუშისთვის გამოგვადგება. ჩავაბოთ საყელოზე და მაქვს ასევე საკვები რა, ის საკვები, რომელზეც ფრედი ძალიან კარგად რეაგირებს, აქვს დიდი სურვილი, რომ ეს საკვები მიირთვას და უშვებ ძაღლს თავისუფლად ვეძახით ჩემთან, ოდნავ მოვქაჩავთ და ვეცდებით, რომ ძაღლი ჩვენთან მოვიდეს. თუ ძაღლი მოვიდა და დაჯდა, ძალიან კარგია და ვაჯდევთ საკვებს, როგორც კი ჩვენთან მოირბენს, ნინა დაგვანები თავი, წადი. და აუცილებლად ამ ბრძანების მერე ვანთავისუფლებ ბრძანებიდან. ოკეი, წადი ნინა. ისევ გავუშვებთ, წადი ნინა დაგვანები თავი. ისე თუ ხედავთ, რომ ფრედ ჩემთან არ მოდის, ოდნავ მოვქაჩავ თოქს და როგორც კი მოვა ძაღლი ჩვენთან, იმ წუთში ვაძლევთ საჭმელს. ნინა დაგვანები თავი, შენ წადი იქ. ოჩა, კარგი ბიჭი. ისევ გავუშვებთ თავისუფლად საერთობაში, შეგვიძლია თოკიც დავაგდოთ. ფრედ, ჩემთან. ოჩა, კარგი ბიჭი, ოჩა, ფრედი. ოჩა, კარგი ბიჭი. და ვაძლევთ ვასაჩუქრებთ რა. ოჩა. ამ დროს შეგვიძლია კიდე ერთი ნიუანსი შევიტანოთ ისეთ სიტუაციაში, თუ ძაღლი ჯდება და ოდნავ მოთმინება აქვს, თვალის კონტროლის ეფექტით შეგვიძლია შევიტანოთ, სანამ დავასაჩუქრებთ, გავხედოთ თუ ძაღლმა თვალებში გამოგხედოს და მხოლოდ მაშინ მერე მიცევ საჭმელი. ოჩა, კარგი ბიჭი. ოკეი. ისევ გავუშვებთ თავისუფალ სიარულით. ფრედ, ჩემთან. და ვეცდები, რომ ცოტა ავაჩქაროთ, ჩემთან მოიძუნძულოს ამ ზანტმა არსებამ. მოვიდა, ისევ დავასაჩუქრე. ოჩა, კარგი ბიჭი. ოჩა, ფრედი. ოჩა, კარგი ბიჭი. ფრედ, ჩემთან. ოჩა, კარგი ბიჭი, კარგები ორი. სით ოჩა. შემომხედა თვალებში, ისევ დავასაჩუქრე. ოჩა, ამ ბრძანებას დაახლოებით ალბათ შეგვიძლია 7-8 წუთი ჩემთან ფრედ ვაკეთოთ გამუდმებით. ოჩა, კარგი ბიჭი ვარ. თუ ხედავ, რომ კარგად რეაგირებს ძაღლი, კარგად მოდის ამ დაძახებაზე, შეგვიძლია უკვე თოკი მოვაშოროთ. ოღონდ თუ არ დარწმუნებული, რომ თოკის დაძახების გარეშე თოკზე ოდნავ დაკაჩვა აღარ გჭირდება. ეს არ უნდა დაემსგავსოს იმას, რომ ამ თოკის საშუალებით ჩვენ მოვახდინოთ ძაღლზე ზეწოლა, თითქოს აი ვეკაჩებით ჩვენსკენ და ვქაჩავთ. არა. ოდნავ უბრალოდ, ოდნავ უნდა მოვარტყათ ჩვენსკენ, რომ ძაღლმა იგრძნოს ეს პატარა წაკვრა და მხოლოდ შემდეგ აი ესე, ფრედ, ჩემთან წამოვარტყით, გამოვიწიეთ უკან და ფრედიც მოვიდა. ოჩა, კარგი ბიჭი. ნინასით. ასევე ნინაც ერევა ჩვენს ვარჯიში. რაღაც ფრედმა ჯერ ეს არ იცის, დაახლოებით როგორც ეგან გითხარი, 7-10 წუთის განმავლობაში შეგვიძლია ესე ვავარჯიშოთ თავიდან თოკზე და როგორც კი ხედავთ, რომ თოკის გარეშეც უკვე ძაღლი კარგად რეაგირებს, შეგვიძლია თოკი ჩავხსნათ და უკვე პირდაპირ ბრძანებაზე გადავიდეთ. ოღონდ ვეცადოთ, რომ ძაღლი როგორც კი თქვენთან მოახლოვდება, დაახლოებით 3-4 ნაბიჯი უკან გადავდგათ, რომ თქვენთან მოსვლის სურვილი გაუჩნდეს რა. ფრედ, ჩემთან. მოდი. ოჩა, აი ესე სირბილით უნდა ეცადოს თქვენთან მოვიდეს. ოჩა, კარგი ნინა. თქვენამდე მოირბინოს. ოჩა. მინდა ასევე შეგახსენეთ, რომ რაღაც ფრედი და ნინა არიან ორივე უკვე ასაკი დიდები, დაახლოებით 3 წელზე მეტის არიან ორივე, 3 წლინახევრის.
ამასაკის ზაღლისთვის როგორც საკვებით არის მისაღები წახალისება, ასევე მათთვის მოფერებას და ხმოვანი წახალისებაც უკვე მათთვის ძალიან დადებითად აისახება. ანუ რამოდენიმე საკვებით დაჯილდოების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მოვეფეროთ, გავახალისოთ და ხმით წავახალისოთ. საჭიროა საკვების მიცემის მაგივრად რა უკვე ნელ-ნელა საკვები შეგვეძლება ამოვიღოთ რა ოჩახ კარგი ბიჭი და გოგო ოკეი წამ მოდი ოჩახ მოდი ფრედ ჩემთან ფრედ ოჩახ კარგი ბიჭი ოჩახ კარგი ოჩახ ორი ძაღლის უნდა ძალიან ძნელია მე არა მაქვს გამოცდილება ორი ძაღლის ერთად ვსვნის მაგრამ ნინამ რაღაც კარგად იცის ეს ბრძანება და საკვების სუნი მას აღზნებს ამიტომ ერთობა ჩართულია პროცესში. მოკლედ პირველი ნაბიჯი თოკით, უკვე თოკის გარეშე ფრედი კარგად რეაგირებს და ამის შემდეგ ნაბიჯზე ახლა ვიწყებ მე ფრედისთან მუშაობას, რომელიც უკვე ნინას კარგად აქვს ათვისებული და ნინაზე გაჩვენეთ. ფრედ, ჩემთან? ოჩა. კარგი ბიჭი. შემდეგი ნაბიჯი, ანუ უკვე შემდეგი ნაბიჯის დემონსტრირებას გავაკეთებ ნინაზე, იმიტომ რომ ფრედმა ჯერ ეგ არ იცის, ანუ არა აქვს მოთმინის უნარი, არც ადგილზე ჯდომა იცის, არც ჯდომის გამძლეობა აქვს, ამიტომ გაჩვენეთ ნინაზე. გვაქვს ორი ესეთი პლატფორმა, რომელზეც ზის ნინა და გველოდება და ამ ორ პლატფორმას შორის ჯერ ერთთან დავდგები და დაუძახებ ძაღლს ჩემთან, შემდეგ გადმოვალ მეორესთან და ყველა დაძახებულზე ძაღლი უნდა მოვიდეს ჩემთან. ამ ვარჯიშს დაახლოებით მე ვაკეთებდი ისე 10-15 წუთი, დაახლოებით 30-40 ჯერ ვაკეთებდი ამის გამეორებას, რომ ეს ბრძანება ძაღლს ძალიან კარგად ქონოდა ათვისებული რა. ახლა გაჩვენებთ როგორ. ნინა, ჩემთან? მოირბენდა, მოირბეს, დაჯდება, ოჩა, კარგი გოგო. შემილია დავასაჩუქრო, შემილია არ დავასაჩუქრო. მაგრამ თავიდან სანამ სვლის პროცესში ვიყავი და პატარა იყო ვაჯილდოვებდი. ნინა, ჩემთან? ვახვედრებ ჩემთან საჭმელს, ვსვავ და ვაძლევ. ისე. ნინა, ჩემთან? ყველანაირი სხვა რამეზე გამაღიზიანებელ ყურადღებაზე გადამტან სიტუაციაზე არ უნდა გადაიტანოს ყურადღება, უნდა იყოს კონცენტრირებული ჩვენზე და ბრძანებას ასრულებდეს აუცილებლად ზედმიწევნით რა. მე რა გითხარი შენ? ოჩა. ნინა, ჩემთან? ახლა ბავშვი გავიდა ეზოდან, შეეძლო ეს სამდგარიყო და გაქცეულიყო, მაგრამ იმდენადაა გამჯდარი და ნამეცადინები, რომ რჩება იმ ბრძანებაზე, რაც მაქვს ბოლოს ნათქვამი და მელოდება რა. ნინა, ჩემთან? ოღონ უნდა დაჭდე. ოჩა, კარგი გოგო. ამის შემდეგ მე რომ ჭირდებოდა ნინაზე სასტვენზე ყოლოდა მიჩვეული და სასტვენზე ქონოდა რეაგირება დაძახების მაგურად სასტვენით მოსულიყო ჩემთან, ჯერ ვამბობ ისე იმ ბრძანებას ადგილზე ისე ბრძანებას და ხოლო შემდეგ ვამატებ სასტვენს და ძაღლი აკავშირებს რომ ის ბრძანება ჩემთან და სასტვენი ერთ და იგივეა. რის შემდეგაც მხოლოდ სასტვენით დაუძახებ და ბრძანებას ამოვიღებ, მაგრამ შემიძლია კომბინირებულად რა. ნინა, ჩემთან? ოჩა, კარგი გოგო ხარ. ბრავო. ეს ახლა მე თქვენ საჩვენებლად ცოტა ნელა გაჩვენებთ, მაგრამ შეგვიძლია ჩქარა გავაკეთოთ. ნინა, ჩემთან? ისე და უნდა ხედავდეთ რომ ძაღლი ხალისით ჩქარა მორბოდეს ჩვენთან რა. ესეც იგივე ბრძანება. ნინა, ჩემთან? ეხლა უკვე თანდათან მე ნელ-ნელა ამოვაგდებთ ბრძანებას ჩემთან, ან კომბინირებულად ბრძანება ჩემთან და თან სასტვენი და ძაღლი ხვდება რომ სასტვენზე ჩვენთან მოვიდეს. ნინა, ჩემთან? ოჩა. ყველა მოსვლაზე ვაჯილდოებ ან მოფერებით, ან სასუსნაოთი, ან დადებითი ემოციები, დადებითი ხმით,
რომ ძაღლი იყოს ყოველთვის ხასიათზე და არ იყოს დაძაბული ვარჯიშის დროს რა. უკვე ბრძანების გარეშე მარტო სასტვენზე ისევ მოვიდა ჩვენთან ოჩხ, კარგი გო. ამის შემდეგ ეტაპი უკვე მე ვზრდი შემდეგ მანძილს პლატფორმებს შორის ოჩახნი. კარგი გო. თავარი იყო ეხლა ჩემთან რო ძაღლი მოსულიყო, აღარ ვაქცევ მე ყურადღებას რომ მოვიდა დაჯდა თუ დადგა, თავარია ჩემამდე მოვიდეს რაღაც წვნის პროცესია. ხოლო შემდეგ უკვე აუცილებელი ჩემი მოთხოვნა იქნება, როგორც კი მე ნინას დაუძახებ და ჩემთან მოვა, სანამ არ დაჯდება მენამდე არ დავასაჩუქრებ. ან თუ არ დაჯდა, არ დავასაჩუქრებ. აი ახლა ადგა სიდ ამას არ ეკუთვნის ახლა დაჯილდოება. რატო ადეგი? დარჩი. ასე რომ შემდეგი ეტაპი არის რომ მე ზრდი მანძილს პლატფორმებს შორის. არ ვიცი რამდენად გამოჩნდება, მაგრამ გაშვენებთ რომ მანძილი საკმაოდ გაზრდილია. მანძილი გაიზარდა პლატფორმებს შორის, არ ვიცი მეორე პლატფორმა ჩამს თუ არა, მაგრამ დაახლოებით არის 20-25 მეტრა. 25 მეტრი და იგივენაირად. ნინა, ჩემთან? და შემდეგ სასტვი. ოჩხ, კარგი გო. ბრა, ოკეი. ამის მერე აუცილებლად ცოტა ხანი უშვებ, ვანთავისუფლებ რომ ძალიან არ დაიზღუდოს ვარჯიშებს და ვარჯიშებს შორის უნდა იყოს პაუზა, რომ ძაღლის გონებას კონდეს მანიპულირების საშუალება, ანუ წახალისება, გახალისება, სიხალისე და მერე ისევ ვარჯიში. ნელა ეტაპობრივად დაახლოებით დღის განმავლობაში მე მარტო ბრძანება ჩემთან, აი ამ სივრცეში უმეორებდი 50 მინიმუმ 60 ჯერაც დღის განმავლობაში, რომ ავტომატიზმამდე მისულიყო ეს ბრძანება მის გონებაში. ეხლა გაჩვენებთ ჩემი ეზოს სიგრძეს, ბოლომდე რა სიგრძეც არის და იგივენაირად რა წვრთნის პროცესში ეს მანძილი მქონდა მე დაგრძელებული. ანუ მანძილი გავზარდე, დიდ მანძილზე ვეძახდი და მხოლოდ ამის შემდეგ, ანუ როგორც კი ეს ეზოში ავითვისეთ, ეს ტერიტორია ავითვისეთ, შემდეგ გავედი ქუჩაში და შემდეგ დავიწყე ქუჩაში იგივე ბრძანების დამუშავება. ანუ გავუშვებდი ძაღლს რაღაც მანძილზე, გაიქცეოდა, დაუსტვენდი და მორბოდა ჩემთან. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამ ეზოში ყველა კუთხე კუნჭოლი, ნებისმიერი წერტილი ამ ორმა ძაღლმა იდეალურად იციან, იდეალურად აქვთ ათვისებული. მთელი დღის განმავლობაში მარტო ამ ეზოს თვალიერებაში არიან. როგორც კი ეზოდან გარეთ გავლენ, მათთვის უკვე საერთოდ სხვა სამყარო, სხვა სივრცე იქნება, სადაც უფრო მათთვის მეტად ამაღზნები, მეტად გამაღიზიანებელი, მეტად საინტერესო სივრცე იშლება და არიან ამ ინტერესში. მე რო ეხლა დღეს ფრედი გარეთ გავიყვანო და მაცენცად შეიძლება დავიწყო არცი დაძახებაზე ჩემთან არ გამოიქცევა. დაადებს თავს და შეიძლება მეორე ეზოში ან მეორე ქუჩაში ვიპოვო. ამიტომ სანამ ამ სივრცეში მე კიდევ ერთხელ ვიძახი, არ დავხვეწ ამ ბრძანებას, რომ 10 დაძახებიდან 10 ჯერვე ჩემთან არ გაჩნდება ძაღლი, მანამდე გარეთ არ გავდივარ. ეხლა გაჩვენებთ ბოლო ეტაპი, რაც არის ეზოში გულისხმობ, რა მანძილზე მე ვაკეთებდი ჩემ ეზოში, რა სივრცეზე საშუალება მაქვს და მხოლოდ შემდეგ გადავედი ქუჩაში რა. ჩემთან ადგილზე სიდ ეს არის თითქმის ბოლო წერტილი ჩემი ეზოსი, ანუ სადაც ახლა ნინაზის მე მგონი კარგად ჩანს, ნინას უკან არის დაახლოებით მეტრ-ნახევარი და უკვე ეზო მთავრდება, კედელია. მეორედ პლატფორმა არის დაახლოებით 30-40 მეტრში, აი ოთახის ბოლოს. მე ახლა ნინადან მეორე პლატფორმასთან მივალ და იქიდან მივცემ ბრძანებას, რომ ჩემთან მოვიდეს. აი ამ მანძილს როგორც კი ვხედავ, რომ ბოლომდე კარგად ითვისებს, მე გადავდივარ სხვა ეტაპზე რა. ეხლა მაგალითისთვის მე აქ შემილია როგორც სახელით დაუძახო და ბრძანება მივცე, ასევე სასტვენით, მაგრამ ვამჯობინებ სასტვენს, იმიტომ რომ ცოტა შორს არის ჩემი აზრით და მე რო ხმისაწევა არ მომიწიოს და
ყველი არ მომიწიოს, ამიტომ ვეძახი ეს. ნინა, ჩემთან. ოჩა, კარგი. შვენი. ოჩა, დავაჯილდოვე ისევ. დარჩი. ეუბნები რომ დარჩეს, დამელოდოს და მივდივარ შემდეგ პლატფორმასთან. რა ვფრედ. დაღლილია დღეს დილისიან ასე არულები ნავარჯიშები. ეხლა ჩამოვედი ისევ მეორე მხარეს, მეორე პლატფორმასთან. ეს ამ დროს ნინას დგას ანზის მელოდება, წესით უნდა იჯდეს. ნინა, ჩემთან. და სირბილით აი ფრედიც მიხვდა ოჩა. ოჩა, ფრედი, შენც გაიგე რა ხდება? ოჩა, შენც გინდა საჭმელი. ანუ ხლებით რომ ამ საჭმელის გამო ყველაფერზე თანახმა არიან ძაღლები რა. დარჩი ნინა. ნინასთვის ახლა ფრედიც არის მისთვის გამაღიზიანებელი, ანუ შეიძლება გადაერთოს ფრედისთან თამაში. ნინა სით. მაგრამ თავი უნდა შეიკავოს და დარჩეს ადგილზე დაჯდომილი და დაელოდოს შემდეგ ბრძანებას. ამ ვარჯიშსაც მე ახლა დაახლოებით დღესვანობაში ვაკეთებდი 15-20 წუთი, 40, 30, 50 ჯერ. ნინა, ჩემთან. ვამატებ სასტვენს. ეხლა არ მინდა რომ ოჩა, ხედავთ ძაღლი როგორ ხალისით მორბის, როგორ თამამად მორბის, ოჩა, ჩემი ჭკვიან. შეგვიძლია დაახლოებით 10-15 გამეორების შემდეგ. ოკეი, ნინა. გავუშვათ, გავახალისოთ რომ არ დაიდგუნოს და აქვე ფრედ, ჩემთან. ოჩა, ფრედი, ოჩა. კარგი ბიჭი. ოჩა. ოკეი, კარგები ხართ. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. ესე იგი, ქონდა საუბარი ბრძანება ჩემთან. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძანებაა, როგორც აგიხსენით თავიდან, როგორც ეზოს პირობებში, ქუჩის პირობებში, სეირნობის დროს, ასევე ნადირობის ნადირობისთვის ხო თავისთავად, ამიტომ დავიწყებთ ან ბრძანების სწავლება სასურველი 6-7 თვიდან, მანამდე მხოლოდ თამაშით, როგორც კი ძაღლი ლეკვი გაივლის სოციალიზაციას, ეზოდან გარეთ მინდორში უკვე აცრებები დამთავრებულია, შეგვიძლია თამაშით ვაკეთოთ ეს ვარჯიშები, ხოლო ინტენსიურად უკვე ძალით მეტი რაოდენობებით, მეტი გამეორებებით 6 თვიდან და სასურველია ეს ბრძანებები ვავარჯიშოთ. მე პირადად დროს დილით ყოფ ამისთვის, როცა ძაღლი მშივრები არიან, უფრო დასვენებულები არიან, ენერგიაზე არიან, ძალიან უყვართ. უნდათ საჭმელი, დროს ვიტოვებ იმისთვის, რომ დილით ვავარჯიშო მშიერზე და ვიყენებ, როგორც გითხარით, წეხვეულს ვიყენებ იგივე საკვებს, რითაც ძაღლები იკვებებიან. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, თხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, კიდე მქონდა რამოდენიმე კითხვა გამომწერებისგან, სხვადასხვა ბრძანებებზე, სხვადასხვა ვიდეოს კიდევ გავაკეთებ და დავდებ, ვისაც მოგწევთ თხოვთ მოიწონოთ და გამოიწონოთ ჩემი არხი. ერთი მინდა კიდე გითხრათ, თუ ვინმეს, ოკეი, გაიციქეთ. კადი. ესეთი პლატფორმაა. ვინმეს გააქვთ სურვილი, აპირებთ ძაღლების ვარჯიშს, მე შემიძლია დაგიმზადოთ, უსასყიდოდ გაჩუქოთ რამდენიც გინდათ. მე მაქვს 3, 4, 7, რავი, ბევრი მაქვს. ისედაც შემიძლია მასალა მაქვს და გაჩუქებთ. გაგიმზადეთ, მომწერეთ, ვის რამდენი რაოდენობა გჭირდებათ, სადმე შევხვდებით და გადმოგცემთ. დანარჩენზე შემდეგში ისევ და ისევ გთხოვთ გამოიწეროთ არხი. დიდი მადლობა.